ნახეთ ხალხო რა სილამაზეა, კახეთში ვიმყოფები. ნახეთ რა სილამაზეა. ალაზნის ველები მთლიანად. ნახეთ რა სილამაზეა. მოგეთ სიგნალში ვარ და ბარემ მოდი ერთი YouTube ვიდეო გადავიღოთ. დაგათვალიერებინოთ რა ხდება. მცირე ტურისტული ჯგუფებით შეიმჩნევა. სიგნალის მუზეუმი. მოსე თოიძის სახელობის ლიცეუმი მაქვს დამთავრებული. მოსე თოიძე იყო რა, თოიძის სახელობის ლიცეუმი მაქვს დამთავრებული. სამხატვრო. აი ეს კაკრას ახლა ხანს ვიყავით ვანის ქვაბებში. ბოდიში ვანის ქვაბებში კი არა, ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში ვიყავით და უნდა გადამეღო ეს იქ არის ზუსტად ეს სტატუეტკა ვანში ექნა აღმოჩენილი და იქ არის ორიგინალი. და უნდა გადამეღო ვიდეო, დავიწყე YouTube-ის გადაღება და თვითონ მე შიგნი აკრძალული ყოფილა ვიდეოს გადაღება და გავჩერდი გამანებეთავე. ფოტოები ბევრი გადავიღე. გაყალბებული ისტორიის ამბავში მე დამჭირდება. რუსი ტურისტები ძირითადად. ჩინელი ტურისტები. სამშობლოსათვის ბრძოლებში დაღუპულთა მემორიალი აღმართულია ქიზიყელ ვეტერან მეომართა კავშირის თაოსნობითა და ძალისხმევით 2004 წელს. ხო და მოკლედ სამწუხაროდ ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში ძალიან მაგარი ვიდეო კადრები ვერ გადავიღე, იმიტომ რომ არ შეიძლება გადაღებაო. ვიდეოსიდან ფოტოები კი გადავიღე. ხო და ფოტოები გადავიღე და შეიძლება slide show ავაწყო და აი დავდორამე ნახოთ რა. აი საერთოდ რას აკეთებს პიარი. სიგნალში ვინ ამოვიდო და როდის მე რო არ გაეკეთებინათ აქ ადგილზე ინფრასტრუქტურა და რეკლამა რო არ ყოფილიყო. საქართველოში ნებისმიერი რამის გარეკლამება შეიძლება, იმიტომ რომ მთელი საქართველო არის ტურისტული ზონა. კვადროციკლები ქირავდება. აი ძალიან მაგარი კვადროციკლია. ერთხელ ვიჯექი, მოვიარე წვე დავარტყით. აქ ეხლა ესეთი რაღაცა იყო 2012 წელს ჩვენ აქ ფილმის გადაღებებზე ვიყავით. 2012 წელს ზაფხული იყო. ინდური ფილმის გადაღებები მიდიოდა და ორი კვირა ვიყავით თელავში რამდენიმე დღე და აქაც 1-10 დღე ვიყავით რა და აი აქ გადაღებული გვაქვს კადრები. მე შეიძლება დავდო კიდევაც. ციფრულითაც მაქვს გადაღებული ინდური ფილმის გადაღებები მიდიოდა, როცა ის იყო რა, ინვესტიციები იდებოდა მაშინ და თითქმის მთლიანი თუ არა ნახევარი სასტუმროები ჩვენ ქონდა აღებული მაშინ რა, დაქირავებული და თვითონ ინდოელი ინვესტორი იხდიდა თანხას. თორე თანხა ქონდა ჩადებული ფილმში, რომელსაც მე ბოლივუდში გაუშვეს ბოლივუდში და სამჯერმე წამოიღებდა რა. ნახეთ რა ხედებია. ანუ ის რასაც აი ჰოლივუდის პავილიონებში აწყობენ სხვადასხვა ეპოქის დეკორაციებს, რასაც აწყობენ, საქართველოში ყველაფერი ერთად არის მოცემული ბუნებრივად და რეალურად ხელოვნურობის გარეშე რა. ამიტომაც ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს ფილმების გადაღების კუთხით საქართველოს რა. და იყო კიდეც ეგ პერსპექტივა და მიმდინარეობდა რაღაც ურთიერთობების აწყობა მაგ ამბავში. საფრანგეთიდან უნდა ჩამოსულიყვნენ მე გადასაღებად ჰოლივუდიდან კიდე რამდენიმე პროექტი იყო დაგეგმილი, მაგრამ მე მთავრობის ცვლილების შემდგომ ეს სიტუაცია დროებით გაჩერდა.
არა და მაგარი ფული იჭირება და მაგარი ფული კეთდება რა. ფილმის გადაღებების ამბებში. ძირითადად ყაზახები, რუსები, ჩინელები და ეგენი არიან რა. არაბები და ინდოელები ნაკლებად არიან. ცოტანიანი შედარებით დღეს. აი სიღნაღის გალავანი, რომელიც მთლიანად სიღნაღს გარს ესე წრეს ურტყავს, ისე საინტერესოა სინამდვილეში რომელ საუკუნეშია აშენებული, აი სინამდვილეში. ოფიციალური ისტორია გასაგებია, მაგრამ სინამდვილეში როდის ააშენეს და რისთვის ააშენეს. რა კარგი კადრია. წავიდა ტურისტული მანქანა. აი გალავანი სადუტყავს წერს. შეხედეთ. ჩინეთის კედელი ვით არის. აიცა, აი ეს თითის მიშვერა არ უნდა. ეს ვინც არ იცით ხელოვნური ტბებია. აი უკან ფონზე რასაც ხედავთ ხელოვნური ტბებია დაგუბებული და მათ თევზაშენებია და მე გზებზე იყიდება იქ თევზები. ტბის ლოქო და ეგეთი რაღაცები რა. ძალიან ლამაზია სიღნაღი მართლა. აი თან მაღალზე რო არ და ესეთი ხედები მაგარია მართლა. აი ტურისტულად კი არა. ქართველებმაც უნდა იაროს ყოველ წელიწადში ერთხელ. ძალიან მაგარია. ნუ პროსტ ხა აქ შემოდგომაზე კიდევ უფრო უკეთესი იქნება, როცა ნაკლებად იქნება სიცხე. მცირე ვიდეო დღეისათვის კმარა.